სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი ძალიან რთული დრო გამოიარეთ რთული პერიოდი და ჩვენ ვუყურებთ ჩვენს მომავალს თუ როგორი იქნება მომავალი ჩვენი ჩვენ უსურვებთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს და ერთმანეთს ბედნიერებას ბედნიერება ისეთი რამ არის რომელიც შეიძლება სამი ძალისაგან ღვთის ლოცვა კურთხევა წინაპრების ცოდვა და მადლი და პირადად ადამიანის მოქმედება, ცხოვრება. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა ღვთის წყალობა და მადლი სულისაწმინდისა. მადლი, რომელიც საღვთო მადლი უზურთა მკურნალი და ნაკურნებელთა აღმავსებელი. მადლი ღვთისა, რომელიც წყალობს ყოველ ადამიანს. წინაპრების ცოდვა და მადლი, მათი საქმენი და თვითონ ადამიანის მოღვაწეობა, ცხოვრება. აი ღრმად უნდა ჩავსწრდეთ ამას, უნდა ვთხოვოთ წმინდა სამებას მადლი ღვთისა. აი როცა მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, ჩვენი რექტორი გვეუბნებოდა, როცა დიაკონი ამბობს, შეგვეწიენ, გვაწყობენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა, აუცილებლად იქ უნდა იყოს შენი ყურადღება, შენი ლოცვა, აუცილებლად უნდა პირჯვარი დაიწერო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინაპრები ძველი გამონათქვამია მამა ნახე, შვილი ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო. აი თუ კეთილი ცხოვრების წინაპრები ყავს ადამიანს, ის მადლი გადმოდის მასზე. და თუ ცოდვა არის ჩადენილი, ისაც გადმოდის ადამიანზე, სამომავლობაზე. და მესამე თვითონ ადამიანის ცხოვრება. აი ეს სამი თუ გვექნება ჩვენ
და თუ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენ ამას, ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თუ ბედი დაწერილია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებას. ბედი დაწერილია, რადგან ღმერთისთვის წარსული აწმყო და მომავალი ყველაფერი აწმყოა. უფალი ხედავს ადამიანის ცხოვრებას, მომავალში რაც ჩაიდეს, რაც გააკეთებს და აი ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენ სიტყვებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი, რომ ყოველ სიტყვაზე ადამიანი პასუხს გასცემს უფალს. აი ამიტომ უნდა ადამიანს უნდა კონტროლის ქვეშ უნდა ხონდეს სიტყვაც, საქმეც და ერთი მე არაერთხელ გითხარით თქვენ, მაგრამ ზოგიერთს ავიწყდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მე გითხარით თქვენ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველ დღე მიდით და თავდაბლად სთხოვეთ მამო ან დედა დამლოცე მე და ის რასაც გეტყვის, ის ასრულდება, ის მოგეცემა შენ და უნდა ემთხვიოთ ხელზე. აი ეს მთხვევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამისი საშუალებით მამას ეციერი, ზე და სული წმინდა გადმოგცემს მადლსა. აი ამიტომ არ უნდა დაივიწყოთ ეს ძალიან ძლიერი ძალა არის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მტკიცეს არწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და იმედი ღვთისა და ადამიანისა და მომავლის. ღმერთმა მოგცეს ჩვენ ძალა, რომ დავზრიოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც ხდება ადამიანს ცხოვრების გზაზე. დალოცული იყავი და ბედნიერი შობა ახალწელი გაგიტენოთ მამაზე ციენ. ჩვენთან არის ღმერთი. შეგახსენებთ, რომ 31-ში საღამოს ხალხი იკრიფება და ხვდებიან ახლით ახალ წელს, ახლითაც, ძველითაც და პირველში და ორში გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ თევზი მიირთვათ. მაინც მიირთმევს ხალხი და ლოცვა კურთხევა მაინც ჰქონდეს.
პარაკლისი, საახალწლო პარაკლისი შესრულდება ძველ ახალწელს. დღეს ილოცებიან მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის აღმშენებლები. ხუროთმოძღვარი ბატონი ომარ ნაფეტვარიძე, მშენებლები ბატონი შოთა ბერეკაშვილი და სამშენებლო კომპანია ბეკა კაპიტალის თანამშრომლები, ქტიტორები, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა გუნდი, მშენებლობის ფონდი ბატონ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მშენებლობაში მონაწილე ადამიანები. სამშენებლო კომპანია ბეკა კაპიტალის ხელმძღვანელს ბატონ შოთა ბერეკაშვილს საჩუქრად გადაეცემა ანგია წინასწარმეტყველის ხატი. მე მინდა კიდევ შეგახსენოთ ერთი რამ. მე გთხოვეთ, მოგეცით ლოცვა კურთხევა, რომ წიგნები ვიკითხოთ. ჩვენი წერილების ნაწარმოები, ჩვენი პოეზია, აი გამოაცხადეს, რომ დაბეჭდილია 5 ტომი ივანე ჯავახიშვილის საქართველოს ისტორია. გუშინ აცხადებდნენ ამას და 5 ტომი ღირს 50 ლარი. ვისაც გაქვს საშუალება, უნდა აუცილებლად იყიდოთ. იქ ბევრი რამ არის სასარგებლო და საჭირო. დაგოცვილი იყავით, ჩვენთან არის ღმერთი. დეკანოზი დავითი შაქარაშვილი. დაჯილდოებულია მეორე ჯურისტარების უფლებით. ახსიოს დაგოცვილი და გახარებული გავყოფოთ მამაზე სიერბი.